1999 წლის 9 აპრილი. ჩვენ გავიმარჯვეთ, თავისუფლებამ გაიმარჯვა ტოტალიტარიზმზე, სწორედ 29 აპრილს, მათ შორის 1999 წელს სამწუხაროდ ამას გმირები შეეწინნენ, მაგრამ ისინი შეეწინნენ გამარჯვებას და ასევე 91 წლის 9 აპრილს, როცა უკვე ჩვენ დამოუკიდებლობა მოვიპოვეთ. ძალიან მაგარია, რომ ამდენი ახალგაზრდა, შეხედეთ, რამდენი ახალგაზრდა ამ დღეს აღნიშნავს. ეს არის პატრიოტიზმი, ეს არის ქვეყნის თავისუფლება და ეს ახალგაზრდები ნამდვილად შეიტანენ თავისუფლების ქვეყნის აღმშენებლობის პროცესში. მე ამაში დარწმუნებული ვარ. ჩვენ აქციას იმიტომ შევუერთდით, რომ 9 აპრილი არის ჩვენი ტკივილი, 9 აპრილი არის რუსეთის ოკუპაციის დღესთან დაკავშირებული და 9 აპრილს შემოიჭრა რუსული კანონი. ზუსტად ამ გზაზე, რომელ გზაზეც ჩვენ გავდივართ, ჩვენ რუსეთის ოკუპაციას და მოუწოდებ ახალგაზრდებს, რომ ყველა ერთად გავერთიადეთ და ერთად დავამარცხოთ ჩვენი მტერი რუსეთი. შვიდი წლის წინ სწორედ ამ ტერიტორიაზე საბჭოთა არმიამ დაარბია საქართველოს დამოუკიდებლობისათვის მებრძოლთა მშვიდობიანი დემონსტრაცია, რის შედეგადაც 21 ადამიანი დაიღუპა, ასობით კი დაიჭრა და მოიწამლა. დღეს ინოვაციებისა და განვითარების ფონდის ორგანიზებით მოეწყო მსვლელობა რუსთაველის გამზირიდან თავისუფლების მიმართულებით. მსვლელობას ასობით ახალგაზრდა შეუერთდა და მათ ტიტებით შეამკეს 9 აპრილის მემორიალი. დავიღალები საქართველოს სიყვარულში, სასტუმროზე ერთხელაც არ გავიცინე. დავიღალები საქართველოს სიყვარულში, სასტუმროზე ერთხელაც არ გავიცინე. შემთხვევით 9 აპრილი იმას ნიშნავს, რომ დღეს არის მემორიალთა დღე. საქართველოს თავისუფლებისთვის დაიღუპა ხალხი. 9 აპრილი საქართველოს არის გამარჯვების დღე. ეს ყველა ადამიანს კარგად უნდა ახსოვდეს და მნიშვნელოვანია ახალგაზრდებს განსაკუთრებით. ჩვენ დავაანონსეთ ამ აქციის შესახებ და უამრავი ახალგაზრდა, როგორც ხედავთ, მოვიდა აქ და პატივი მიაგო იმ გვინეს, რომლებმაც თავიანთი სიცოცხლე გაწირეს ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის. და ძალიან მიხარია, რომ ჯერ გვახსოვს ყველაფერი და აუცილებლად გავაგრძელებთ
ბრძოლას მომავალშიც იმ ტერიტორიების გასათავისუფლებას, რომელიც არის ოკუპირებული. 9 აპრილი არის დღე, როდესაც წეს მთელ საქართველოში და ქართულ მოსახლეობაში უნდა გაიგვიძოს იმ ეროვნულმა შეგრძნებებმა, როგორც არის ქართველობის გზნობა, ისეთი როგორც არის სიამაყე, ისეთი როგორც არის პატრიოტიზმი, იმიტომ რომ 9 აპრილს 99 წელს 27 წლის წინ აქ დაიღუპა უამრავი ახალგაზრდა თუ ხანში შესული ადამიანი. ისინი იცავდნენ ერთ იდეას, ისინი იცავდნენ საქართველოს დამოუკიდებლობას და არ მგონია, რომ დღეს რომელიმე ქართველს ჰქონდეს იმის უფლება, რომ პატივი არ მიეგოს ამ გმირების ხსოვნას. აქედან გამომდინარე, ჩვენ ვალდებულები ვიყავით სულ ყველანი შევერთებოდით ამ აქციას. IDF-ს ძალიან დიდი მადლობა ამ აქციის დაორგანიზებისთვის და ყოველთვის იმედი გვექნება, რომ საქართველოში იცხოვრებენ ახალგაზრდები და ადამიანები, რომლებსაც ემახსოვრება 9 აპრილს დაღუპული გმირები. დიდება გმირებს. ეს 4 საათი იყო და რუსეთის არმია თავისი ტანკით აქ ვიყავით სულ ყველა დიდი და პატარა. გითხრა პატრიარქმა, გითხრა ზვიადემ ჩვენმა პრეზიდენტმა დაიშალეთ, მაგრამ ერი ჩვენ სხვა ვართ. ერი ის, რომელიც მოყვება ძველი საუკუნიდან. არ დავთმეთ პოზიცია და არც იმათმა არ შეგვიცოდა და ეს ახალგაზრდა ბავშვები, გოგონები, ბიჭები, ქალბატონები ესე იგი გამოაგდა საქართველოს. ეს არის ჩემი სამშობლო, ჩემი შვილები წავიდნენ აქედან, სამშობლოს იცავდნენ. მე მართლა ვამაყობ ამით და მე დღეს შევიერთდი ამ ჩემ ლამაზ ახალგაზრდობას, სტუდენტებს თქვენთან ერთად, რომ მე მოვსულიყავი აი ამ ჩვენ გმირებთან, ქალიშვილებთან, ვაჟიშვილებთან, ქალბატონებთან და დიდი პატივია ესე მინდოდა მე და გავაკეთე და ყოველ წელს მე ამას ვაკეთებ.